არსებობს ოფიციალური ციფრები და ჩვენ როცა ვაკეთებთ ანალიზს, მათ შორის აი ბოლო აგვისტოს მონაცემები, როდესაც გაკეთდა, შედარდა გასული წლის იმავე პერიოდთან. ისევე როგორც გაკეთდა წინა 6 თვის პირველი კვარტლის და ასე შემდეგ. ყველგან ჩანდა დინამიკა და ვაკვირდებოდით ამ დინამიკას, რომ ხდებოდა შემცირება კრიმინალური ფაქტების. იყო ცალკეული შემთხვევები, სადაც იყო ცალკეული დანაშაულებები იყო უფრო მეტი, მაგრამ მთლიანობაში სტატისტიკური მონაცემები ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს არ გვაძლევს, რომ კრიმინალმა იმატა. რაც შეეხება ამინისტიას, ჯერ ერთ-ერთი, როდესაც ამინისტიაზე ვსაუბრობ და კითხვა ისმება, საჭირო იყო თუ არა ამინისტია. ეს ისეთივე კითხვაა, რომ საჭირო არის თუ არა ჰუმანურობა. საჭირო არის თუ არა ტოლერანტულობა საზოგადოებაში. საჭირო არის თუ არა მიმტევებლობა საზოგადოებაში. და გავიხსენოთ, უნდა გვავიწყდება რა ფონი იყო, როდესაც ჩვენ მუშაობდით ამინისტიის პროექტზე. მე მახსოვს სწორედ ის, რაც მართლაც უპრეცედენტო მოვლენები, რომელიც წინ უძღოდა 2012 წლის ოქტომბერს. იმ კადრებმა, რომელიც გავრცელდა და ვიღაცისთვის შეიძლება ახალი იყო, მაგრამ ჩემთვის და ბევრი ჩემნაირი ადამიანისთვის ახალი არ იყო ეს კადრები და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, წლების განმავლობაში ამ ფაქტებზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, რაც ხდებოდა ქართულ ციხეებში. ეს იყო მთავარი პოლიტიკური არენა და მართვის მთავარი პულტი იყო სწორედ საქართველოს ციხეებში. საიდანაც იმართებოდა სწორედ ქვეყანა იმ პოლიტიკით, რასაც ქვია საკუთარი მოქალაქეების მუხზე დაყენება.